შეკითხვა, რომ სანდო ეს ყველაფერი, ხო? აი დავუშვათ დიაგნოსტიკის ხერხი. რამდენად სანდო, როგორ გადავსინჯოთ, ხო ეს? ანუ როცა ადამიანი ამბობს, არის მასზე ჯადო თუ არა, ეს და კიდევ რაღაც, ხო? რამდენად სანდო და იმიტომ ისანი უნდა ვაჩვენოთ ზოგადად როგორ გრძნობს ერთი ადამიანი სხვა ადამიანის ენერგეტიკა ან საგნების ამას ქვია ფსიქომეტრია, ხო? აი давшо, ეს საგანი და ეს შევადაროთ, ხო? აი ეს ორი მობილური давшо, можно и три мобильных. Понятно, да? ეს როცა გამართულებით თუმ მკვდარია, ხო? მკვდარი რაღაც საგანია და ესამე ჩვენ ვაჩვენებთ რომ არ არის მკვდარი. ანუ ყველაფერი არის ასე ცოცხალი და ამ სამყაროში ასხი, იმიტომ რომ ასხი ქმნის ველს, ასხებს ენერგიას და ისაა ველის ენერგიის ხარისხის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავანცვლოთ ენერგეტიკულად ობიექტები, ადამიანები და ასე შემდეგ და აი ეს ისაა პროგრამებიც ნახე, ანუ ისაა მიღებულია ამბობენ ჯადო, მაგრამ ჩვენ ხო ესა ვხედავთ, არა მარტო ჯადო, თვალი, ჯადო, წევლა, ხო, აი დავუშვათ ისაა ზაზაზე. გადავიდა რამ სამი პროგრამა, ხო? იწერებაში. მოაი. მაშინ და ანუ როგორ ხდება თქვა საგნების დიაგნოსტიკა, იგივე მეთოდია დაახლოებით პროგრამების დიაგნოსტიკისას, ხო? ხო, აუცილებლად, ანუ ისაა არის რაღაც დონე გრძნობიანობისა, ხო, რომელიც ახასიათებს ექსტრასენს, ანუ ადამიანს, რომელიც ექსტრა გრძნობს, ხო? სენსიტივი რას ნიშნავს, ხო? ისაა გრძნობიანობა, ხო? ექსტრასენსი უბრალოდ უფრო ისაა ძლიერ გრძნობს ადამიანი რაღაცებს, ვიდრე სხვა. და ეს რაღაც არის ენერგია და ენერგიის ხარისხი. შეუძლია დიფერენციაცია ენერგიის ხარისხის მიხედვით და როგორ ხდება ეს ამაზე. მე მინდოდა დაბრუნება იმ თემაზე, რაზეც მაშინ დავიწყე ლაპარაკი, ჯადოზე და მისი დიაგნოსტიკაზე. რატო? აი თავის დროს მე დამაინტერესა, როცა რუსულ არხებს ვათვალიერებდი მათი მასალას და აი რაც ეხებოდა რუსულს TNT არხზე ექსტრასენსის ბრძოლას, გადაცემას და დამაინტერესა ის, რომ გასაკვირი რაღაც ამბავი მოხდა. ორმა გამარჯვებულმა 1000-ობით, ხო, ექსტრასენსის შორის ორმა გამარჯვებულმა ეს ერთი არის მორივე მამაკაცია, ერთი არის საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი რამზინ და მეორე იურისტი ალექსეი პოხაბოვი. ისინი ამბობენ და მტკიცებენ აი ყველა გადაცემაში, ხო? და ამით უპირისპირდნენ სხვა ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამაში, რომ ჯადო არ არსებობს საერთოდ. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არის უბრალოდ შთაგონების და თვითშთაგონების შედეგი. საინტერესო ის იყო, რომ ერთ-ერთი ბოლო გადაცემაში იმედზე, ხო? ისა როცა იაჯაჯინი დასვეს შეკითხვა, ხომ არა ეს ჩემზე ჯადო? ექსტრასენსმა ცირამს თქვა, აი როგორც ის მამაკაცები, ხო? გამარჯვებული. რომ ჯადო არ არსებობს, ეს არის შთაგონების, თვითშთაგონების შედეგი. ეს არის აზრი აი სუბთა ფსიქოლოგისა. და ერთ-ერთ გადაცემაში იყო წარმოდგენილი ეს მოსაზრება. მე მგონი ნადირაშვილი იყო ფსიქოლოგი და მას თქვა, რომ ჯადო არის უბრალოდ თვითშთაგონების და შთაგონების თავისებური ჰიპნოზი და თვითჰიპნოზის შედეგი, ხო? აი მე აი ადამიანურად, ხო, მაინტერესებს. სწრის ეს ხალხი, რომ მაგია ზოგადად და ჯადოს განსხვავება აქვს. თუ ვის რა არის მაგია ზოგადად, ხო? და მისი ათასიანი, მრავალწლოვანი, მრავალათასწლოვანი, ხო, ისტორია. მაშინ და
ეს ჩვენი ახლობელი მედეეს ისტორია და როგორ უნდა ვიმჟელოთ ეს ზედაპირულად ამაზე არის ჯადო თუ არა ჯადო არის უბრალოდ ნაწილი მაგიისა მაგია თვითონ როგორც ცნება აი განზოგადებულ დონეზე ეს არის არამატერიალური ხერხი ზემოქმედო მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროზე და უფრო მეტი უნდა თქვა რომ აი მაგიების შორის სხვადასხვა ტიპი არის ხო ეკლესიური მაგიაც არსებობს ხო როცა შევდელი აი ეს არის ჩადებული ეკლესიაში ხო ამ პროცესს აფორციელს ხო აკურთხებს ესამე იყენებს რაღაც მასალას ხო ანუ ასუფთავებს ადამიანს ხო ისე ხო და მე ესამე მე წამოვიღე ნახე თვითონ აი საკრალური ტექსტები ხო აი დავუშვით ეს დავითნი 91 ფსალმუნი ის ხო ეგრეთ დაცვითი ისაა ფსალმუნია აი ეს ცნობილი და მე მინახავს ისა მისი სიძლიერე ჩემი მასწავლებელმა ჩვენ წინა კიევში როცა ვიყავ პირველად მოხსნა განდევნა არსება ჩვენი ისამე თვით თანაჯგუფელისგან ხალბატონისგან ისამე ეს არის ცნობილი ყოფილი შავი მაგის შემდეგ გაქრიასნებული ადამიანის წმინდა კიპრიანის ლოცვა დიდი ნახეთ როგორი ხო დიდი და ძლიერი და აქ არის ისამე დახასიათებაც არის იმ ხერხების რომლის ხერხები მეშვეობით ხდება ეს ჯადო ანუ ეს მაგიის ელემენტი ხო ეს ჩვენი ამბავია ჯერ ისამე ეგვიპტელი ქურუმების ისამე განვითარებული მეთოდოლოგია და მეთოდიკა აღმოსავლეთში ხო როგორ იყო განვითარებული ეს აფრიკანულ მაგიაზე არ ვლაპარაკობ სამხრეთ ისამე ამერიკულ მაგიაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ მთელი ისამე თითქმის ქვეყნები ნაწილი ქვეყნების განვითარება პროფესიულად დაკავებული და ვუდუზე არ ვლაპარაკობ ერთოდ ჩემთვის ეს უცნაური ისამე იყო და ხო როგორც ისამე ადამიანი როგორც პროფესიონალი უფრო მეტად ხო აი როცა ესეთი რამე ესეთი განცხადება ხდება მე უბრალოდ ისამე ჯდები და იმ ადამიანს დისტანციურად ისამე ვათვალიერებ და დიაგნოსტიკას ვაკეთებ და ხშირად აი როცა ამბობს რაღაცეებს ამ დაგვარს მასზე არის ეს და მე შემიძლია ანუ ყველაზე გავაკეთებული ვინც გააკეთა ესეთი განცხადება მაინტერესებდა ანუ თავის როგორ აფასებს თავის თავს აი მის ახმა თვით ახმა რამდენ დონეზეა რამდენ ღრმა სისტემურად იცის ეს საგანი თვითონ და ხშირად აი როცა ის ვინმე ამბობს არ მჯერავს მასზე არის და არ იცის ამაზე ხო ანუ ჯერა ეს მგონებს მაინც თავისი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს არის ობიექტური ფენომენი ხო ეს არის ენერგოინფორმაციული სტრუქტურა რომელიც აღწევს ადამიანის აურაში მისი ძალა არის იმ ემოციის ენერგიაში რომელიც ჩადებულია იმ ადამიანით ვინც ეს გააკეთა და შემდეგ ეს არის პროგრამით როგორ გაფორმებული შეფუთული და ასე შემდეგ ხო გაძლიერების არის და უფრო ზუსტი რომ დარტყმა იყოს არის გამოყენებული იმ ხერხში რომელსაც ქვია ისა ენვოლტირება სადაც გამოიყენება ის არის საგნები და ასე შემდეგ როგორც დამატებითი ხერხი და ეს გამაკვირვა როცა ის არის გადაცემებში ეს მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის რომ ჯადო როგორც შედგენილი ასევე აზრობრივიც არსებობს ხო? ანუ შეიძლება არ გაუკეთონ ვიღაცას ჯადო, მაგრამ ენერგეტიკულად გამოდგეს ხო თქვენც რო თქვით მაშინ. ხო, მოვიტანეთ ციკლი. ანუ არის ესე, ანუ შეიძლება არ გააკეთონ ჯადო ფიზიკურად, მაგრამ მოხდეს ჯადოს ენერგიის მითვისება ადამიანისგან. ხო, ნუ ამაზე ხო. ეს მეორე გზა. ეს ის აი როგორ ხდება? პასუხი იმ ამბავზე მახსოვსთან ჯაჟანიძემ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა ეს რა ხდება საქართველოში ხო? კვარი როცა ისაა ხო, წყალი დაიშვა და
უამრავი ბოკლომები და ასე შემდეგ ის რა ხდება მახსოვს ერთმა ესამე ღდელმა გვიამბა ტელევიზიით რა ხდება სასაფლაოებზე როგორ იყენებენ უფრო მეტად ახალგაზრდა ქალები სასაფლაოს მიწას მარხევენ იქამას ვოლტებს და ასე შემდეგ უფრო მეტად რა ცუდია ეკლესიაში მიდიან რომ გამოიყენონ როგორც ისანი მათ გონია ეკლესიის ხატების მაგრამ გაუყურმართ ხო ისანი გზით ძალა გაიგეთ აი ერთ-ერთი ისანი აი ну ამბავზე ისე ერთ-ერთი შემთხვევა საკმაოდ საინტერესო თავის დროს შემაწუხა მე და დედაჩემს აქტიობა არასასურველი აქტიობა ჩემი ყოფილი ნათესავის ანუ გარდაცვლილი დედაჩემის მხრიდან ნათესავის სულისა აი იბადებოდა ჩვენი აურაში მიჯაჭვულობები მისგან სულისგან და თხოვნა ყოველთვის ერთი და იგივე დაიხმარე დაიცავი ჩემი შვილი დაიხმარე დაიცავი ჩემი ანუ ჩემი ნათესავი შემდეგ გადავიდა უკვე შვილიშვილებზე გაიგეთ მისი შვილიშვილებზე და შემდეგ უკვე სიძეზე მისი ანუ დაეხმარე მისი ну მე ესამე ну ურეკავდი ამ ადამიანს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და თხოვდი მაშინ თხოვლობდი რომ ესამე ყურადღება დედის მოქმედებისთვის ისა მიაღწია ყურადღება მაგრამ მისი რეაქცია როგორი იყო როგორც ბევრი ვინმე ზედაპირ კარგი სამუშაოზან ისა დაბრუნდები და შევალ ეკლესიაში და სამთელს დავამცებ დედის გულის სულის გულის ხო მაგრამ დედას და თავისთავისთვის სთხოვდა დახმარებას იმიტომ რომ ცხოვრების დროს ამ ქალმა რომ გააჩეროს, გაიგეთ, თავის ქმარი, რომელიც სვამდა ძალიან ესაა დადიოდა ქალებთან, გაიგეთ, ის აქტიურად დადიოდა ესაა ну ბებიებთან როგორც მაშინ ამბობენ და დედაჩემსაც მაშინ შესთავაზა, როცა მე ვამთავრებდი ესაა სკოლას მოდი წავიყვანოთ ბავშვი, ანუ დაეხმარებიან, გაიგე. ანუ ეს მას გამოცდილი ქონდა იმ ხალხს და უნდა გითხრათ რომ ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ ხო რომ ესა მან მიითვისა ის რაც გაუკეთა ქმარს თვითონ დაიღუპა ეს ახალგაზრდა ზუზუს კიბოსგან ქმარი კი დიდი ხანი ცხოვრობდა სვამდა აი ბოლომდე ყველაფერი გაიგეთ აი ნახეთ ეს ეს არის აი სასიყვარულო ჯადო საზღვაო ჯადო დაუბრუნდა ამ ხალხს როგორც შემკვეთს უფრო მეტად ის თხოვლობდა როგორც სული ხო თხოვლო დამეხმარე თავის შვილს დამეხმარე და ანუ შვილმა უნდა გამოისყიდოს ეს ანუ თავის თავზე ანუ საგვარეულო მონანიები და აი წესის მიხედვით ეკლესიის წესის მიხედვით შვილმა ამ შემთხვევაში უნდა დაეხმაროს დედას თუ სულს მაგრამ შვილი არ იყო ღრმა მორწმუნე ადამიანი და ამბობ კარგი აი მე დაბრუნდი სამუშაოდან და დავანთებ სამთელს იქ всё გაიგეთ მე ერთხელ ვუთხარი სამთელი კი არა შეიძლება აი როგორც ისაა მიღებულია ხო სადღაცა ჩვენი კუთხეებში ხო ისა ჯაჭვი ისე და შეიძლება მუხლებზე უნდა ისა მოინანიდეს დედის ცოდვა ანუ ამ დროს ეს დედა ისა თხოვლობს დაეხმარე მივიდა საქმე უკვე სიძეს და ანუ სიძეს დაეხმარე და სიძეს ხო ხავს თავის დედა და უკვე ისა არ მოვითმინე და ვორეკენ მოსკოვში ამ ხალხს პირდაპირ და ისა უთხარი რომ თქვენს არის ეს და ეს და თქვენ როცა სამთავრობო მუშაობას თქვენ არასოდეს თქვენი საქმე იმაში რომ ეს არის ექსტრასენსი პროფესიონალი და დედა ამ ჩემი ნათესავის თხოვლობდა დაიცავეთ აი ჩემი სამი შვილი და შვილიშვილი აი ქალისგან კი არა აი
ჯადოს განწყებული და ასე შემდეგ, რაც მიაქვს ამ ქალს სახში, აი რა შეიყო საქმე და ქალმა არ დამიჯერა, უფრო გაბრაზდა დაანებათას ლაპარაკს და ერთი კვირის შემდეგ მე მივიღეთ ჯადო, ნუ დარტყმა. ხო, ის და მისი ორი მეგობარმა და უფრო მეტად მათ დაეხმარა რატომ ეს ერთ-ერთი პირველი ძლიერი დარტყმა იყო და რატომ ეს გამახსენე, იმიტომ რომ და თვალებში და გამიცადე მე მაშინ ძლიერი ტკივილი და კიდევ რაღაცები იყო და როცა გავსინჯე ვინ მიიღო მონაწილეობა, ნუ ეს ქალები იყვნენ და მთავარი მაგრამ წარმოიდგინეთ მისი გარდაცვლილი ბებიის სული აი ქალისა და რაც მთავარი რატომ ვლაპარაკობ ამაზე დედაჩემმა მითხრა რომ მისი ბებია იყო შენი გვარის წარმოდგენელი ეს შენი ნათესავი იყო გაიგეთ ხო აი ესეთი ისაა უცნაურობა აი ესე გადახლათულია ხანდახან ჩვენი ეგრეთვე კარმული კვანძები ანუ ეს ჩვენი საბედისო ეს ანუ გზები ხო ანუ რატო ეს ამი ვიხსენებ ამ ისამე ქალს და შემთხვევას იმიტომ რომ მე როცა უთხარი რომ ჩემი ნათესავის დედას თხოვს დაიცავი შენი შვილი ანუ მისი სიძე მან მითხრა რომ არ არის საჭირო ამის გაკეთება იმიტომ რომ მე დავაყენე უძლიერესი დაცვა ჩემი შვილისთვის და ეს რუსულად ესე გაჟღერდა სილამი სვეტიხ ანუ მან გამოიყენა წმინდანების ძალა რომ დაიცვას თავის შვილი მე არ დავაზუსტე როგორ გააკეთა მე მგონი ტილისმაზე იყო ლაპარაკი რაღაც და მას ჯერა რომ ეს ტილისმა თუ რაღაც ამ დაგვარი დაიცავს მისი შვილს 100%-ით მაგრამ ისამე ჩემი ისამე დღიურში იყო ჩანაწერი ერთი კვირის ისამე წინ გაკეთებული მე გავსინჯე მაშინ ისა მისი აურა ამ ქალისა იმიტომ რომ ეს გარდაცვლილის თხოვლობდა ხო დახმარებას და გამოვიდა რომ მისი აურაში მოქმედებს ძალა ეს არის ორი წმინდანი წარმოიდგინე მე მახსოვს ეს ეკატერინე და ისა ბარბარე და მათი мотивация აი ქალისთან ისამე ურთიერთობის იყო მუქარად და დასჯა მუქარად დასჯა რატო გავსინჯე გამოვიკლე мотивация და გამოვიდა ვამპირიზმის გულისთვის ანუ ქალი ავამპირებდა წმინდანებს ანუ მას ეგონა რომ შვილისთვის უკეთებს კარგს ლოცი თუ შელოცვით ხო მან მიეჯაჭა შვილს ძალა ამ წმინდანების ტილისმის მეშვე თუ როგორ ანუ მაგია გამოიყენა მაგრამ არ იცოდა რომ ეს არ მოეწონება წმინდანებს განგი ხო და ანუ კანონები დაარღვია დაარღვია ხო ანუ მან გამოიყენა წარმოიდგინე აიღო და გამოიყენა ანუ ეს სუპერ პანიოი სუპერ ქალი ვინმე ესამე დიდი ექსტრასენსი მე ესამე შემდეგ ვიყიდე ორაკული ესამე ჟურნალი და იქ არის მისი ესამე ფოტო და ეს ფოტოსურათი და რეკლამა და სტერე რომ ის უცბად ხდება დავადებებს და ასე შემდეგ კურნებს ეფექტურად ყველაფერს გააკეთებ გასულსა სუპერ და წარმოგიდგენთ არ იცის რომ მას გონია რომ როგორ გაჟღერდა წარმოიდგინე я поставила защиту силами святых ანუ მე შემიძლია გამოვიყენო წმინდანები აი როგორ წმინდა და არ იცოდა რომ წმინდანები ისანე უკვე ზჯიან მას და შვილსაც შეიძლება გაიგეთ აი ესეთი ხანდახან ღრმა და ისა ბრუსი დაფარული კავშირები ისამე ხორციელდება და ადამიანი ვინც ჩართულია ამაში და აქტიურად ანუ მას გონია რომ ის არის სუბიექტი ამ ისამე მოქმედების და არ იცის რა ხდება ამ დროს იმ სამყაროში რომელსაც ქვია ტონკი მირ როგორ მოქმედებს იმ სამყაროს წარმოდგენილი რა დამოკიდებულება აქვს შენდამი როგორც აი აქტიური მონაწილე სამ პროცესში და არც იციან რომ ეს პროცესია ანუ ორმხრივი გზა მათ გონია როგორც ამ ქალს რომ ის გამოიყენებს ამას და არც ისამე ფიქრობს იმაზე რომ ის არის
სუბიექტი უნდა წარმოიდგინოს. მას არ მოეწონა, როგორც ადამიანებს, წმინდანებს არ მოეწონა. და იმიტომ აი ესეთი მოსაზრება ექსტრასენსების, რომელიც ჩემთვის უფრო ნათელხილევრები არიან, ვიდრე ბიოენერგეტიკოსები, ხო? არის ჩემთვის ზედაპირული, არა სიღრმისეული და უნდა გითხრათ ეს, რომ ყველა მათი განცხადება, ჩემთვის როგორც პროფესიონალს იყო საინტერესო, ხანდახან ესეთი პარადოქსალური, როცა რაღაც პარადოქსალური, მაშინ მე ვიკლებდი მათი მდგომარეობას, ანუ რამდენად სანდოა მათი ობიექტურად, სანდოა მათი მოსაზრება არის ხო ესეთი ცნება, როგორც достоверность, объективная достоверность, ხო? ხო, და ისა ჩვენ შეგვიძლია ისა დავაზუსტოთ, არის ეს სანდო თუ არა ეს ობიექტური თუ სუბიექტური თავის-თავზე ისანი. აზრით არის წარმოშობილი. რატომ ხდება ესეთი რამე? აი დავუშვათ, ჩვენებზე არ ვილაპარაკებ. რატომ მოხდა ესე და ეს არ არის ისა პირველი შემთხვევა, რომ გამარჯვებული იმ რუსულ ისანი ბრძოლაში, ექსტრასენსულ ბრძოლაში არის ხალხი, რომელიც ამბობს, ჯადო საერთოდ არ არსებობს. და როცა ხდებიან ეს შემთხვევებს, ხო, ამბობენ არა ეს აი დავუშვათ, ერთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ეს გოგო დარჩა მარტო და პატარა ბავშვი ხელზე, იმიტომ რომ სადაც 5 თუ 6 ადამიანი მისი ოჯახიდან დაიღუპა. ცეცხლის ალში დაიღუპა ვიღაც თავის თავისთავად მოკლა ვიღაც მოკლეს და ეს და იმდენ დაშინებულია ეს ახალგაზრდა რომ დაწერა ისამე завещание написал, представляешь? 23 წლის გოგო დაწერა ეს და გამოიძახეს ექსტრასენსები. აი იკვლევენ ისამე სახლის მდგომარეობას, რა ხდება იქ და უცნაური და წარმოიდგინეთ ერთ-ერთი მათ შორის ხო გამარჯვებული ექსტრასენსების ბრძოლაში ამბობს არავითარი ჯადო არ არის ისამე ნუ აწუხებ შენი თავს აი მოგონებებით უბრალოდ ესე მოხდა ხდება ესეთი რამე მეორე კი ისამე ქალბატონი ის ამბობს ეს არის საგვარელო წყევლა მეშვიდე თაობაში უკვე და ეს უკვე ისამე მთავრდება ეს მეშვიდე თაობა ნუ გეშინა ეს შეწყდა ამიტომ ანუ ისაც ამშვიდებდა რომელიც არ შეჯეროდა ამას ხო და ისაც ამშვიდებდა იმიტომ რომ უკვე ისამე თვითონ პროგრამა განადგურებულია და ისა მან გამოიძახა ეს ხალხი იმიტომ რომ ამის წინ წარმოვიდგეთ ცეცხლი გაჩნდა მისი სახლში როცა ეს პატარა ბავშვი აიღო ხელში და წავიდა მაღაზიაში და ტელევიზორი აფეთქდა და ორი ბავშვი პატარა დაიღუპა იქ ცეცხლში ანუ ხალი უკვე არ იყო ჭკუაზე წარმოვიდგეთ ესეთი რამე ხდება მიმართავს ამ ექსტრასენსს და ეს ამე ადამიანი ეს რამზინი ამბობს არავითარი ჯადო არ არის წყევლა ნუ გეშინია ეს უბრალოდ შემთხვევით ეს ხდება ხო ამიტომ ეს აი განცხადება რა არის ეს ნიშნავს მაგიაც არ არის საერთოდ და როგორც მოვლენა და ნუ სასაცილოა და ზედაპირული ძალიან და ეს რატო ხდება საერთოდ ეს ანუ ვიღაც გამარჯვებულს ეხერხება ამის დახასიათება ხო სიღრმისეული დიაგნოსტიკა და ვიღაც ხას არა მე მგონი აქ ორი ისამე ფაქტორი მოქმედებს ერთ შეიძლება დავარქვათ რუსულად დანო ეზოტერიკაში საერთოდ ეს ტერმინი ну ფართო ისამე ფართოდ გამოიყენება როცა ექსტრასენსების ტესტირება ხდება არის მნიშვნელოვანი რომ იცოდეს რისი გაკეთება შეუძლია აი დავუშვათ თუ ის სწავლობს როგორც ბიოენერგოთერაპევტი და ანუ კურნალი ხო უნდა იცოდეს და შემდეგ საერთოდ ისამე მათი გამომდინარე ხდება ეს
სპეციალიზაცია. და შევიღაც წერს, რომ მე უფრო კარგად შემიძლია გავიკურნო ეს ისა, გავუკურნო დავუშვათ გინეკოლოგი დავადებები, ვიღაც გული და ასე შემდეგ სპეციალიზაცია ხდება აუცილებლად. აი უნივერსალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ასე საუკეთესო დონეზე, ну ძალიან იშვიათია მე მგონი, ხო? აქაც ჩვენ ამასთან ესამე გვაქვს საქმე. ანუ დავუშვათ ამ კოხაბავს ან ამ რემზინს არ აქვს აი ქართულად როგორ თქვა, ხო? იმნიდანო მათთვის ჩაკეტილია ეს ინფორმაციის დონე, ჩაკეტილია, არ ხდებიან მას. ეს ჩვენი ცილა მე მომეწონა როცა ის მონაწილეობდა ექსტრასენსის ბრძოლაში აქ საქართველოში ხო საინტერესო ისა ქალბატონია და მისი ეს მოსაზრება ეს შიშველი განცხადება რომ ჯადო არ არსებობს ამ დროს თუ გასინჯა ხო მისი მდგომარეობა შეიძლება იქ ჯადო არა მარტო ჯადო იქნება კიდევ რაღაც ბევრი რამე და ხშირია ეს ასტრალში მუშაობს ადამიანი და ესამე. თქვენ ხშირად მოდიან ამ პრობლემით? ანუ საკმაოდ ხშირია საქართველოში ეს ჯადოს ფენომენი თვითონ. ხო. თქვენი პრაქტიკიდან. ესამე მე დავიწყე როგორც კურნალი, ხო? ფიზიკური სხეულზე მუშაობდი, მაგრამ ჩემი მეგობრები არის ესამე სუჯოთერაპია, ანუ ექიმები, პროფესიონალები. და იმიტომ მათი ესამე თვალზე ხდებოდა ეს ყველაფერი, ჩემი დიაგნოსტიკა და ასე და მათი კონტროლის ქვეშ და ვეხმარებოდ ერთმანეთს. მე დაამთავრე სუჯოთერაპიის კურსი და იმიტომ დავახლოვდი მათ. და იმიტომ ესამე თავის დროს მე ეს ნაწილი სამუშაოს აი ფიზიკურ სხეულზე მუშაობდა მათ დაუპოვე, ხო? და ჩემთვის დარჩა დიაგნოსტიკა და წამოვიდა ჩემთან აი ნაკადი ადამიანები და სუეს, ჯადო, წელა, თვალი, ჯადო, ხო. და ჩვენი ციგნებში წერია, ანუ ეზოტერიკული ციგნებში წერია, უნდა გითხრა, რომ აი კარმასთან დაკავშირებული პრობლემაა, რომ როცა ადამიანი იწყებს მუშაობას, ხო? ამ მიმართულებით ეგრეგორი თუ ეს ეგრეგორული ადამიანია, ხო? ანუ მიიკუთვნება მაღალ ეგრეგორს, რომელიც უფრო მეტად მისი განათლებითა ესაა არ არის დაკავებული მისი განათლებით, გადარჩენით იმ ადამიანებს, ვინც მოდის, პაციენტების, ხო? ეგრეგორი აწყობს ისე სიტუაციას, ხო, რომ მასთან მოვა პაციენტი მისი, აი ესე პირდაპირ ესე წერა, ანუ ყველა მკურნავს ესა მოდის მისი პაციენტი, ხო? თუ შენ ხარ ხო წარმოდგენილი მაღალი ეგრეგორის ანუ ზეცერი ძალისა და მასთან ურთიერთობა გაქვს. მაშინ შენთან არ მოვა პაციენტი, რომელიც სულ ასტრალშია, ისე თვითონ შავი მაგით არის დაკავებული და ასე შემდეგ, აიგე? არ მიგვიშობენ შენ. და კიდევ ერთი რამე, ეგრეგორი არის დაინტერესებული შენი განათლებით. და იმიტომ აი თავის დროს წარმოიდგინე როგორი იყო. მე მგონი ეს 2000 პირველი წელი იყო თუ რაღაც. აი მე და ჩემი კოლეგა დალი ვიყავით მაშინ არ გაგურებულებ ცოტა ესამე შეშინებული ვიყავით. ერთი წლის მანძილზე 165 შემთხვევა მე აღწერ ეს ყველაფერი დღიურებში იყო დაკავშირებული აი ადამიანების მდგომარეობით, რომელიც იყო გამოწვეული აქტიობით არსებისა, რომელსაც ქვია რუსულად დუშანი რაჟდონოვა. წარმოიდგინეთ. აი როცა ვიკვლევდი ხო აი მაშინ პირველად ხო შეხვდა ეს ანუ მაჩვენებენ რომ ეს არ არის ცოცხალი ადამიანი, მაგრამ როგორც სული ნაწილობრივ წარმოდგენილი. მაშ რა არის ეს? ვიკვლევდი და გამოვიდა ეს არის არსება. ანუ აი სამყაროს ეს არის არსება. და ეს არის არსება, რომელიც მიეჯაჭა ოჯახს და არ წავიდა. და მას თავის პრობლემები აქვს და აწუხებს ყველას და არც ვინ არ იცის ამას. და თავის დროს როცა დამაინტერესა როგორ მოხდა ის, რაც მოხდა ჩვენისაგან ოჯახში, ხო? არც მე არ ჩემი ძმა, რომელიც მაგარია და სიმპათიური არ ნაგობით და ფიზიკურად მაგარი, ხო? როგორ მოხდა ეს, რომ არც ვინ ჩვენ შორის არ შევიძინეთ ოჯახი და ასე შემდეგ, ხო? და როცა ეს ჩემი ძმის მდგომარეობა გამოვიდა, რომ ის არის
თვითონ როგორ ამბობს, აი და 1 წელი თუ 2 წელი ხდება ადამიანს შემდეგ გულგირილი ხდება. ეგ ისაა ცივდება ეს ისაა ურთიერთობა რატომღაც. შემდეგ ერთ ისაა შევხვდები ამ ადამიანს და გაკურვებული ვარ რა მინდოდა კიდევ. აი არ ვიცი. ხო, ანუ მომწონს ეხლაც ეს ადამიანი. და როცა განსიჯა გამოვიდა რომ ჩვენ შორის არის არსება ისაა არადაბადებული ბავშვის სული. ანუ ჩემი და ძმის შორის არის 2 ისაა წელი განსხვავება, გაიგე? დედას ისაა და мотивация მისი ნახეთ ისაა დაждე ჩემი ძმისა. მე კი არა, ჩემი ძმისა. ანუ სიმბოლურ ენაზე ის აშორებს ქალი საერთოდ ისაა ადამიანებს სიტუაციებს ჩემი ძმისგან, იმიტომ რომ ჩემი ძმამ დაკავა მისი ადგილი. იმიტომ რომ ის არ დაიბადა. ეხლა ისაა საჭიროა ანუ ეს აბორტი თუ ვიკიდიშზე ალაპარაკი აბორტი თუ ანუ ეხლა მე მივუდგე დედაჩემს რომელიც 80 წლის იყო წარმოიდგინე ხო ტრადიციული ოჯახი ეს აღზრდილი და ვამბობა ესეთი და ეს ხდება და უნდა ისაა მოვინანიოთ მე და შენ და დაიწყო ტირილი როგორ აცხენიან მე მოვისა 80 წლის ქალს ესეთი რამე გავარიმო და გამიტყდა მითხრა რომ გამომიტყდა ხო მითხრა რომ სამი თვის ჯერ არ იყო რა არის სითხე იყო გაიგე მაშინ ხო ისა არ იცოდნენ და ეს მომობენ რომ სამთვემდე სული არ არისო ნაკოფში და მერე მოდისო ეგ არ არის ეგრე ანუ თუ სამთვემდე აბორტს აკეთებენ სულის კვლელობა არ გამოდის და ეგრეა ისა ბოლო შემთხვევა მქონდა ხო ეგაც ეს იგი მაინც ითვლება აი აქ არის ისა ნახტერილის შემთხვევა ბოლო იქ არის წარმოდგენილი მისი აქტივობა ეს გარდა და სამი არ არის ნუ ეს გამოვიდა 2 თვე და რაღაც დღეები ხო მაგრამ იყო უკვე ესე იგი სული ნუ აი აქტიურობს ის მოქმედებს ისა და ცოლ ადამიანს და ანუ ჩემი ძმამ დაიკავა მისი ისა ადგილი და ის ებრძვის მას ანუ უშლის ხელს ყველაფერში და ხშირია ესეთი პროცესი. ჩვენ ეხლა ისა აქ მუშაობთ, ანუ ეს ცენტრი, სამეცნიერო ცენტრი აქ არის და როცა შალხიძე მუშაობდით, ხო? ჩვენი ხელმძღვანელს ქონდა მაშინ ჯიპ ჩეროკი. საკმაოდ იშვიათი იყო, ხო, დიდი ჯიპი და ხიდი წარმოიდგინე და შემდეგ ეს შენობა. და ჯიპსა ეს ისა ჯიპი ესე იდგა რომ ნახევარი მისი ნაწილი იყო ისაა ტროტუარზე ანუ არცვის არ უშლიდა ხელს და წარმოიდგინეთ ხიდიდან სამარშრუტო ტაქსმა ანუ დიდი მანქანამ ხო რატომღაც ისაა უცნაურად ისაა გააკეთეს ხო მანევრი და მიარტყა მას მანქანას რომელიც იყო საერთოდ სადღაც გაიგე და ანუ 2 ისაა აქ ფაქტორი წარმოიდგინეს სამარშრუტო ტაქსი რომელიც არ არის там რბოლისტიკა და ხიდი ანუ ნელა მოძრაობდა რატომღაც უძბად მოატრიალა და დაერყა მას და შემდეგ დაიწყო რაღაც უცნაურობა ანუ მარტო მოსკოვში სადაც იყო ანუ იქიდან გამოგზავნეს მანქანა და იმიტომ რაც დალეწილი იყო მისი შეცვლა იყო მარტო ნუ ერთი გზა ჰქონდა მან ისა დარეკა იქ და გამოგზავნეს ნაწილი ეს და ნაწილი არ იყო ისაა თანხმდერი არ იყო წარმოიდგინე და ისინი ის გაკურებული იყვნენ ესაც ანუ უცნაური რაღაც აი როცა უცნაურება ესეთი ხდება არალოგიკური ხო და ზედაპირული ისინი ამბობენ როგორ ჩვენ გამოგზავნეთ ის რაც ეს ამბობს როგორ და ჩვენებს ამას ხო მაშინ არის საჭირო გამოკვლევა ეს სიტუაცია და მე არ ვიცოდი ისა ამ ოჯახის ისტორია ხო უბრალოდ გამოვიდა რომ ისა ამ სიტუაცია გამოიწვია და მოქმედებს საერთოდ ამ მანქანაზე და იმ ადამიანს ვისინგ ზის საჯესთან
მოქმედებს არადაბოდებული ბავშვის სულის აქტივობა. და ჯერ პატარას, სადაც 2 წლის ისა შვილიშვილისა და მე უთხარი ისა რა ისა უყვარს ეს მანქანა თუ არა თუ რა ხდება რატომ არის მისი ენერგეტიკა იმ მანქანაში ან გამოვიდა რომ მისი ბრალია წარმოიდგინე ანუ ის იზიდავს ეს პატარა რომელიც ჯერ არ ლაპარაკობს და მითხრა სუგერტ იქიზი სუგერტისა მე იქ უნდა იჯდეს და ტირის როცა ისა არ უშვებთო და აი მაშინ სამე გამოვიდა რომ ვინგაც ხვას ეს არ მოსწონს და ის ხვა არის არადაბადებული ბავშვის სული მაგრამ ვინ არის ეს და როცა ისამე ქალების მეშვეობით შევეკითხე ისამე მისი მამა გაგორებელი იდგა და გათიშებული ანუ დაიბადა 2 ბავშვი და 1 მოკვდა ანუ ის წარმოიდგინე ის სული აძლევს ისამე ცხოვრებას უფრო მეტად ეს ჩემი საკუთრებაა აი ვითომ 2 ცოცხალი პატარა ბავშვის ისამე დაპირისპირება ხდება გაიგეთ აი წარმოიდგინეთ აი მაშინ უცნაური ისამე წელი იყო აი ეს აი მკუთხით ამ კუთხით ხო როგორც წერია ჩვენი წიგნებში ეგრეგორი ასწავლის თავის მოწაფეს აი წარმოდგენელს წარმოიდგინეთ 165 ისამე შემთხვევა ესეთი და ჩვენ უკვე ისამე ვიყავით ცოტა ესე დაშინებული ნუ იმიტომ რომ უცნაური ისამე და ისამე ძნელი ამ სიტუაციას გაუმკლავო ანუ ეკლესიური გზით მონანება ჯვარცასთან ბევრი რამე არის საჭირო და უნდა რომ ამ ადამიანმა მიიღოს ეს ინფორმაცია ხო ან ცოტა გაითვალისწინოს წარმოიდგინე და შემდეგ მზა უნდა იყოს რომ ეს ყველაფერი შეიძლება დედაჩემ დაიწყო ტირი და შემდეგ ისამე დინებაჩი და მე თვითონ ავიღე ჩემი თაზით რომ 2 თვის მანძილზე აი დავდიოდი მაშინ მშრალხიძე და მუშაობდი მარშრუტკა არჭალიდან იქ 40 ისამე წუთი სიარული და სულოცულობდი მისთვის ანუ მე ჩემი თავზე ავიღე როგორც უფროსი ძმა და გაქრა ეს შემდეგ ანუ უშველა მაინც ხო როცა გავსინჯე ხო რადონეზე იმ სამყაროში გამოვიდა ნათელში წარმოიდგინეთ აწუხებდა ეს და ყველას აწუხებდა წარმოიდგინე რას აკეთებენ ეს არის აქტიური то есть აი ურთიერთობების ხო დამალულად ფარულად რაც ვითარდება აქტიური მონაწილე და ვინ იცის ამაზე ხო და აი ნახე რატომ ის არის ამაზე ლაპარაკი აი მისამე ტერმინთან დაკავშირებით დანო или не дано ანუ გეძლევა ამ დონეზე მიიღო ინფორმაცია თუ არა აი საერთოდ აი კარმულ დიაგნოსტიკა კარმულ ანუ საბედისო ხო დიაგნოსტიკა და ბედის გასწორებაზე ვლაპარაკობ მაშინ ეს ერთ-ერთი მთავარი ისამე შეკითხვა ანუ გეძლევა საერთოდ ამ დონეზე იმუშავა მიიღო ინფორმაცია რომელიც არის საჭირო სიღრმისებულ და სისტემურ დონეზე ანუ ექსტრასენსი ბევრია და ნათელხილი მათ შორის კარგი ბევრია და ისინიც ვინც მონაწილეობდნენ აი ისამე ჩვენ სატელევიზიო გადაცემებში მაგრამ არის დაშვებული მათ შორის ვინმე ამ ინფორმაციის დონემდან თუ არა ეს უკვე სხვა საკითხია მეორე პრობლემა რასაც ეჯახებიან ისინი ხო არის სპეციალური მომზადება აი პირველი ეს არის როგორც стерея причину вхождения в причину а мизеში შესვლა და რა დონეზე შეგიძლია ვინ განკარგავს ამას ხო აი ნახე რამდენად ისამე ну ხანდახან გაგვერებულია ზოგადად ესა მოსახლეობა როცა აი ხედავს ამ გადაცემებს და მათი შესწავლები მაგრამ აი ისა მოხდა ცუნამი იაპონიაში და როგორც მახსოვდა ლექციებიდან სადაც 1000 ისამე ოფიციალურად დარეგისტრირება იაპონიაში ექსტრასენსია მაგრამ არც ვინ არ გაიგო ხო ხანდახან ისა მიწის ძრა და სადაც სან-ფრანცისკოში და ამერიკაში როგორც ვიცი 200,000 ოფიციალურად დარეგისტრირებული ინგლისში მე როგორც მახსოვს 100,000 დასაშენ რატო ხდება ესე ანუ დავუშვათ ძაღლი გზნობს რომ რაღაც ხდება და ეს
ადამიანი არ და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ არის ეს თემა და პრობლემა. გაქვს შენ გასვლა იმ დონეზე თუ არა გაქვს? არის შენთვის გახსნილი ეს დონე თუ ჩაკეტილია შენთვის? და თავის თავზე უნდა იცოდეს ეს ადამიანი, ვინც თავის თავს უწოდებს ექსტრასენსი. რა დონეს მიღწევა შეუძლია ინფორმაციული დონეზე, ამაზე ლაპარაკი. თორემ აი ესეთი ისაა ლაპარაკი, რაც ისა გაესმა მაშინ გადაცემაში ჯაჟანიძეს თხოვს ქალბატონს აუხსნას როგორ აკეთებს ისა დიაგნოსტიკას. როგორ ხდებიო ისა რომ არის ჯადო თუ არა? როგორ უბრალოდ შემოვა უკვე ვიციო. ხო. ესე არ არის. ძალიან ხშირად არ არის ესე. ჩემი მეგობარი ისა კიევში ქალბატონი ნამდვილი ექსტრასენსი და ამ დროს ექიმი პედიატრი ანუ განათლებული იყო. მან მაჩვენა თავის დროს ეგრეთ წოდებული სიღრმისეული ისამე ილეთები, ხერხი აი შინაგანი ორგანოები და შუთ გასინჯვის, როცა შედიხარ იქ, ხო? და პირველი გამოწვეული იყო, ჩემთვის ცოტა სახუმარო, იმიტომ თვითონ მე არ ამჯეროდა რომ 4-5 მეტრიდან მე შემიძლია, ამოცანა დამსვე ჩემ წინაშე ქალი საშილოსნო გასინჯეო. და როგორ წარმოგიდგენთ? არ ვიცოდი. მოდი შევიდეთ მის საშილოსნოში. მე უბრალოდ გავიმეორე, ხო, აი თითი. შევედი და ქალი არის აღდგა პირდაპირ სად. ხო, ეს ხაერში. ხო, მე გამეცინა. ეს არის. რა ხდება ეს ქალბატონი მარინა ამას ისა მეკითხება. ისრვის ენერგიას ისრვისო. ანუ ხეშად აკეთებსო. მე კი განიზრახ, რას ვაკეთებ? ვითომ მითხრეს ისა შედი საშილოსნოში და აღწერე ის მისი მდგომარეობა, გაიგე? ანუ ისა მე ლორწოვანი ისამე ნაწილი უნდა გავსინჯო და დახასიათო სითხე არის სადმე წარმონაქმნია, ყველაფერი თითით. თუ გზნობიანი ხელი გაიგე? გაიგო რომ მე შემიძლია, მაგრამ უხეშად. ქალბატონ მარინას თქვა, აბა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მაგრამ ეს დისტანციურია, არა კონტაქტი და იმიტომ მე მეცინოდი და კიდევ ერთხელ და არ მინდა მეტიო. არ მინდა, ბაინო გავერით მო. ძალიან უხეშად აკეთებსო. მაგრამ აი მარინა მითხრა, აი ნახე. შენ გაქვს ეს ისამე. ამ დონეზე განვითარებული ისამე. ექსტრასენსორი თვისება, იმიტომ უბრალოდ გაანვითარეს. ანუ ჩვენ თავზე უნდა ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეიძლება, რომ აი და როგორც მე მდგომარე შარშა, ანუ გაერკვა იქ აურა დიაგნოსტიკას ესამე, ტესტირებას ისამე ჩაატარეს და მე ფერებში დავინახე და უფრო მეტად არსებაც აღწერ, რომელიც დავინახე თავის მიდამოსთან იყო მარცხნივ ფერი და ასე შემდეგ და ისამე აღწერიო და რა არისო როგორ ხედავ? რა არის ეს? პირველად დავინახავ, რა არის, არ ვიცი. და მე უთხარი, ბლაბა какая-то ეს რუსულად, ბლაბა არ ვიცი რა, რაღაც, ხო? ჯანდაბა. ეს ბლაბა კი არა, ეს მისი ფარველი ანგელოზია. შენ დაგინახავს ფარველი ანგელოზია. ხო. вот. ვაი, არ ვიცოდი რომ ესე გამოიყურება ეს თავარ ანგელოზი, ეს ფარველი ანგელოზი მისი და დაიწყე ესე სიცილიისა და მეწყომე. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ფაქტორი არის შენი სპეციალური მომზადება, ხო? და აი ეს არის მე მინდა ეს არის ვაჩვენო ეს არის. აი პრაქტიკაზე. ხო, მინდა ვაჩვენო ეს როგორ გზნობს ადამიანის და არ ადამიანის ველებით გამოსხივებულ შექმნილ ენერგიას, მისი ხარისხს და ასე შემდეგ. აი საგნების